მოგესალმებით, დღეს სტუმარია საბუთაოს მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან კახაკუკავათავისუფალი საქართველოს ქალბატონი ნანა დევდარიანი. მოგესალმებით ქალბატონი ნანა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, პირველად თქვენ სტუდიაში კარგი ფერხი მაქვს, მეგონი კარგად დაგეგმდებათ. დიდი მადლობა. ქალბატონი ნანა, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ საუბარს წმინდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე და გარკვეულ შეფასებებსაც გავაკეთებთ, მე ნამდვილად ვერაული გვერდს იმ ვითარებას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა საქართველოში. გარკვეულწილად ის პროტესტი, რომელშიც ჩაერიდნენ ახალგაზრდები და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი აქციისას თვითმკვლელი ვიყავი ესეთი ფაქტის, როდესაც ეს კოლონა მიდიოდა ავტობუსებიდან ჩამოდიოდა ხალხი და უერთდებოდა მას და როგორ მიდიოდა ხანდაზმული ჯოხიანი ქალბატონი და სრულიად ახალგაზრდა პირტიტველა ბიჭი ერთად და როგორ რაღაც თაობათა კავშირი ვიგრძელი გუშინ და რა არის ეს, რა შეიძლება ამას დავარქვათ, ეს ხო არ იყო აი საზარელი კადრების შემდეგ საზოგადოების და უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდების გადაწყვეტილება თუ რუსთავის ფრაზას მოუშველიებს ჟობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილის სახელოვანი. აი ამ კონტექსტიდან, ამ კონტექსტში კეთილი ის შემოწმებული კადრები, რაც ყველამ ნახა ტელევიზიით, ინფორმაცია ამის შესახებ, სიტყვერი ინფორმაცია, ვინც კი უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა, ყველამ ვიცოდით. ეხლა უსიცხელოდ აცხადებს დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომ აიო თუ ქონდათ ეს ჩანაწერები ერთი წელი რას უცდიდნენ. ჩანაწერები კი არა, ამის შესახებ სახელებით, გვარებით, პირდაპირ მითითებით ინფორმაცია გადიოდა ყოველდღიურ რეჟიმში რადიო ობიექტებში. თითქმის ყველა გადაცემაში პატიმრების წამებაზე იყო ლაპარაკი. იბეჭდებოდა გაზეთში საქართველოს და მსოფლიო და აი პარადოქსი რა არის. გუშინ უნიკალური მომხმარებლის რაოდენობა საქართველოს და მსოფლიოს საიტზე მიაღწია 50,000-ს, რაც არასოდეს მანამდე არ ყოფილა. რატომ? ყველა ძველი პუბლიკაცია, რაც კი იყო პატიმართა წამებაზე, დაშერდა Facebook-ზე და ყველამ დაიწყო ამის კითხვა. ანუ მოთხოვნა ამ ინფორმაციაზე არ იყო და გაჩნდა როგორც კი გაჩნდა ეს საშინელი ვიდეო კადრები. მე არ მეკვირს ეს იცით, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქოლოგია ასე მოწყობილი გერთვება დამცავი მექანიზმი. არ გინდა დაიჯერო, როცა ეს საშინელება უკვე ადამიანურობის საზღვარს ცდება, აი გინდა ჩათვალო, რომ ეს ვიღაცა მოიგორა და სიმართლე არ არის, მაგრამ როცა თვალნათლივ ნახავს, სადღაც აუხვალ მე ამას, ხო? ახალგაზრდობისთვის ეს იყო პირველი ყველაზე მჭახე სიგნალი იმის, რომ არანაირია ნაკლიის ბანაკები, პატრიოტთა ბანაკები, იუსტიციის სახლები, შუშის ხიდები და სიყვარულის ქალაქები არ ღირს თუნდაც ერთი ნაწამები ადამიანის ღირსების ფასად. აი ეს დაინახეს ახალგაზრდებმა, რომ ის ტყუილი, რაც მუდმივად მოდიოდა ამ ნაციონალური ტელეარხებიდან, სხვა საინფორმაციო პროსახელისუფლებო საშუალებებიდან, აი ეს მითი და ტყუილი, ეს გაფერადებული და ბრჭყვიალა, ეს ჩამოინგრა ეს ფასადი. ეს იყო თვალის ახლა თაობისთვის. ჩვენი თაობა გამოდიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. ეს უმაღლესი იდეალია, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე მოვიდა საქართველოს წელიწადი დამოუკიდებელი და მოვიდა ის დღე, როდესაც შევთავს იკითხები, რომ რა უფრო მაღალი ღირებულება არის, რაღაცა პოლიტიკური მიზნები თუ ადამიანის ღირსება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს და ღირსებას არაფერი შეეხება, ხო? ეს ბავშვებისთვის ახალგაზრდები აღარ არიან ისეთი ბავშვები. მით უმეტეს ქუჩაში გამოსვლის შემდეგ აღარ არიან ბავშვები. ქალბატონო, მე შეგაწყვეტინებთ და ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, განსაკუთრებით იმ თაობას ვეთქვი, რომელსაც ეს არ ახსოვს, იმ თქვენი გადაცემების შესახებ თავის დროზე, რომელსაც თქვენ აკეთებდით, თქვენს კოლეგებთან ერთად და მახსოვს ჩვენ როგორ ვიყავით ხოლმე მიჯაჭვური ტელევიზორებს, რომ აი რა იქნება ის ახალი სიგნალი. საბედნიეროდ ეს იყო ის პერიოდი, როდესაც საკმაოდ ბევრმა ჩვენი თაობის ბევრმა ადამიანმა იგრძნო აი ეს პოლიტიკური სურვილი და გაუჩნდა ღირსება საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სწორედ ღირსების კონტექსტში მინდა ამ წუთას გკითხოთ ერთი რამ. ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გამოვიარეთ 2003 წლიდან ვთქვათ, აი ეს პერიოდი მოვაყოლოთ, სწორედ ის უკანა პერიოდი საკმაოდ დახუნძრულია თავისი ტვირთით და თავისი გნებავთ დანაშაულებით და ასე შემდეგ, მაგრამ 2003 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მრავალი პროტესტი, ვიხილეთ
100,000-იანი მიტინგიც ვიხილეთ, თქვათ, დარბევებიც 7 ნოემბერს 26-ში საზოგადოების სოლიდარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების სოლიდარობა არ ჩანდა მაშინ, რატო? არ ჩანდა, იმიტომ რომ მოდით ახლა ცოტა მაღალი იდეალებიდან დავეშვები ქვემოთ მიწაზე და რა მეთოდით მოქმედებდა ხელისუფლება. მათ ტიპური ავტოკრატული რეჟიმის თვისება არის ეს, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის, რომელიც ცდილობს ყველაფერი აკონტროლოს. როგორ აკონტროლებდნენ ახალგაზრდებს? ეს იყო პირდაპირ დაქირავებული ეგრეთ წოდებული სტუდენტური თვითმმართველობები, რომელთა აგრესიის შემსწრე ჩვენ არაერთხელ ვიყავით ტელეეკრანზე, როგორ ატერორებდნენ ისინი თანატოლებს. ანუ ეს არის მათრახის და თაფლაგვერეს პოლიტიკა. ერთს უქმნის სასათბურე პირობებს, აძლევ მილიონებს დაფინანსებას და ეს ბავშვები დადიან ხან რაღაც ექსკურსიებზე, ხან რაღაც გასართულ ღონისძიებებზე, ბანაკებში და ასე შემდეგ. და დანარჩენი ვისი მოზიდვაც, ან ვისზე გავლენის მოხდენაც ვერ მოახერხეს, ისინი ხდებიან, ასე ვთქვათ, გარიყულები, რეჟიმისთვის არასასურველები. ეხლა ბავშვების სტუდენტების გარკვეული რაოდენობა ახერხებდა, რომ არ ყოფილიყო ინტეგრირებული ამ ნაციონალურ თვითმმართველობაში, მაგრამ ურთიერთობა დაპირისპირებაში არ შესულიყო. დღეს ეს ზღვარი გადალახულია, შენ ხარ ან იქ, ან აქ, ან ხარ ჯალათების გვერდით, რომ ხუთიანი უკვე ჯალათების ციფრი გახდა, ხომ? ან შენ ხარ დანარჩენი საქართველოს გვერდით. ეს იყო ის მიჯნა, რომელმაც ახალგაზრდობას გადაალახვინა. ჯერ ერთი ის, რომ იცით რა არის ძალიან საგანგაშლო სიგნალია, როდესაც პოლიტიკოსები ახლა არ დავაკონკრეტებ, რომელიც არის წარმომადგენელი, ცდილობენ ვიღაც ადამიანების იზოლირებას პოლიტიკური პროცესიდან და ამბობენ, რომ აი მე ვარ და შენ უნდა ჩაირიცხო, სხვა ამბობს შუა უნდა გაიკრიფოს, კიდევ ვიღაც ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს, მე უნდა ვიყო ამ პროცესში. ახალგაზრდები ამას ყველაფერს ხედავენ და აი ეს რუსული სიტყვა ძალიან კრისადნიჩეს და აი ეს დამოკიდებულება არის, რომ ადგილისთვის რომ ესე იბრძვიან ეს სპორტი არ ჩანს იქ არც სამშობლოს სიყვარული, არც ის რომ დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა გაისტუმრო და ყველაფერი მერე უნდა გაარჩიო, მთავარი ამოცანა ეს არის. ამიტომაც იკავებდნენ ახალგაზრდები. მაგრამ ეხლა ვიმეორებ, აი ამ საშენელმა კადრებმა ითამაშა დეტონატორის როლი და მათ ეს გადალახეს. ეს თაობა აღარ მოითმეს იმის მიათეცაც კი, რაც მოითმინა სხვა თაობებმა. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მარტო რაოდენობა კი არ არის გამოსული გარეთ. ეს არის ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში არ ჩააყენეს მათ ეს მოძრაობა. თქვენს რომ ეს ჩვენ ვართ, თაობა ვართ და ჩვენ ვაპროტესტებთ ამას. ანუ ვერავინ ვერ დაიწერს ამას როგორც ჩემთვისაც მნიშვნელოვანი საამაყოც არის ეს მომენტი, როდესაც მათ არა, ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ გარიყეს პოლიტიკური ძალები და უთხრეს, რომ ჩვენ გავაკეთებთ. შესაბამისად ეს სიმპტომატური სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც. რაც შეეხება 5 ციფრს, აქ არ არის თქვენი ოპონენტი არავინ შემოგედაო, მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი, საკმაოდ ბევრი მეგობარი ადამიანი მყავს ნაციონალურ მოძრაობაში და ამ დღეების განმავლობაში შეგნებულად ვარიდებ მათთან შეხვედრას თავს, იმიტომ რომ არ მინდა რაღაც სხვა მოვისმინო, განსხვავებული მოვისმინო. მართალია გაკეთდა ბევრი ოფიციალური განცხადება, მაგრამ ის რაც არ ითქმება, ვთქვათ, ეთერში არ გაკეთდება განცხადების დონეზე და რაც შეიძლება იყოს აი 2 ან 3 ადამიანის საუბრის თემა, აი იქაური შეფასებებში არ მინდა რომელიმე მათგანმა შეცდომა დაუშვას. ეს ჩემი სუბიექტური მოთხოვნა არის ალბათ აი ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მე არ ვარ საერთოდ მომხრე ყველას ერთ ქვაბში მოხრებას რა. საერთოდ არ მეყვარს როცა ჯგუფურად ადანაშაულებენ ვინმეს. მე როცა ვამბობ რომ ხუთიანის გვერდით დგომა ეს არის ჯალათების გვერდით დგომა, სრულად კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და შემდეგ მოდის ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელი პირი, მათი ხელქვეითები და იმათ ხელქვეითები კიდევ. ჯერ კიდევ არ დარჩენილი 10-ოდე დღე, ხომ? ყველა წესიერი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო აღმოჩნდა ნაცმოძრაობაში ან გვერდით და მე ვიცი როგორ ხდებოდა ეს და როგორ ახერხებდნენ ამას. მათ აქვთ 10 დღე, რომ მათ დისტანცირება მოახდინონ დანაშაულებრივი რეჟიმისგან. ანუ არ აიკრან ის იარლიკი, რომელიც სამუდამოდ აქვს ნაციონალურ მოძრაობას. მე ვარაუდობ, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება საქართველოში როგორც დანაშაულებრივი პარტია. ეს არის ფინალი. ქალბატონო, მე უნდა გკითხოთ ერთი აი ასეთი მომენტის შესახებ, რომ თუ კი თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას ამ შემთხვევაში ამ არჩევნებზე გათავისუფალი საქართველო და
თუ კი რეალურად შევაფასებთ ჩვენ მოვლენებს, დღეს არის ორი ძლიერი ძალა ხელისუფლებისა და ვთქვათ ქართული ოცნების სახით, რომელსაც აქვს სიტყვაზე ვიძახით თუ კი ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსის სხვა, ვთქვათ მხარდამჭერთა საკმაო რაოდენობა და ასე შემდეგ. მეორე მხარეს არის ვთქვათ ის გნებავთ ფინანსური რესურსი, გნებავთ ვთქვათ სახეების და მომხრეების მხარდაჭერის საკმაოდ დიდი რაოდენობა და თუ გნებავთ აი ეს საპროტესტო ელექტორატიც, რომელიც ალბათ ისე შეაფასებს ვითარებას, რომ თავის ხმარ უარ დაკარგოს შესაბამისად მიუხედავად ისა ის დღემდე აპირებდა პოლიტიკაში ჩართვას თუ არა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თუ არა, პოტენციურად აი ამ ბლოკის კოალიციის მხარდამჭერია. თქვენი გადაწყვეტილება, თქვა თქვენი ბლოკის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, მე მესმის რასაც ეფუძნება, მაგრამ ამ წუთას რამდენად მიგაჩნიათ, რომ თქვენ არ ართმევთ თქვათ ივანიშვილის ხმებს, ან ართმევთ ხმას ნაციონალურ მოძრაობას, ან რამდენად შეიძლება წარმატებული იყოს თქვენი ეს პოლიტიკური განაცხადი, რომ არჩევნებში აი ესე მიიღოთ მონაწილეობა. არჩევნებში თუ ვინმე წინასწარ ამბობს, რომ იცის შედეგი, ის ან თავად ცდება, ან ამორჩეველი შეყავს შეცდომაში, ან მასზე ზემოქმედებას ცდილობს. არჩევნები ისეთი რამ არის, რომ წინასწარ ამის განჭრეტა, მე მგონი მარტო ნავაროს შეუძლია, და ჭალებში ვამბობ ამას, სხვას არავის არ შეუძლია. ხანდახან განწყობილება იცვლება ბოლო ერთ კვირაში და ბოლო ერთ დღეში. და ზოგიერთი ამორჩეველი და დიდი მასაა ასეთი უშუალოდ კაბინაში რომ შედის, იქ აკეთებს არჩევანს. ეს ზოგადად ყველა არჩევნებს ახასიათებს, არა მარტო ქართულს. ეხლა რას ეფუძნებოდა ჩვენი ეს ასე ვთქვათ პოლიტიკური განაცხადი. მე მინდა გითხრათ, რომ 2004 წლიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან. და ყოველთვის მე ამას უარით ვპასუხობდი. იმიტომ რომ 2003 წელს რაც მოხდა, ის უნდა შეფასდეს, ამას უნდა მიეცეს შეფასება. და საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, როგორ გააცუცურაკეს 2003 წელს, მაგრამ არის კიდევ პოლიტიკურ ძალებში დარჩენილი ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა და მეორეს მხრივ ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ძალა, რომელიც ვერ თბობს თავის მონაწილეობას ამ ვარდების რევოლუციაში და დღესაც ამაყობს ამით. და ეს სიცრუე უნდა დამთავრდეს. მე 2003 წელს როდესაც გადავდექი, თუმცა იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, ვისი რეკომენდაციიდან დავინიშნე, დაჟინებით თხოვდნენ დარჩენილიყავი, მე გადავდექი და უთხარ, რომ მე ამათთან არ ვითანამშრომლებ. იმიტომ ეს არის ტყუილი ყველაფერი. ან მათ უნდა თქვან, რომ არ ყოფილა გაყალბება და გვინდოდა ხელისუფლების მიტაცება და იმიტომ მოვაწყეთ რევოლუცია, ამას ესენი არ იტყოდნენ. ან მე უნდა ვთქვა, რომ დიახ, გაყავდა, მაგრამ ის თუ თავმოყარი ვარ და დავჭები და კიდევ ვიმუშავებ. ამას კიდე მე არ ვიზახდი. და მე ჩემს ვთქვა, მე დღეს კიდევ ასე რომ გავიდე და თელ საქართველოს ხმა მივაწოდინო, რომ იცით ხალხო ტყუილია ეს, იმიტომ რომ ერთადერთი არჩევნები იყო, რომელშიც მმართველმა პარტიამ აიღო 21,28%. თურმე ეს ყოფილა გაყალბება და იმის მერე რომ 60, 70 და 80%-ით მოდის ნაცმოძრაობა, ეს არის თურმე სამართლიანი არჩევნები. და მე შემთხვევით ვუთხარი, ამის მოსმენა ამ წუთში ამ ხალხს არ უნდა, მაგრამ გავა სულ ცოტა ხანი და ადამიანებს ყველაფერზე აეხილება თორე ის ყველაფერს მიხვდებიან. ასეც მოხდა. დარჩენილია ვიწრო ჯგუფები, ვისაც არ აწყობს თავისი დანაშაულის აღიარება, თორემ მოდით გაჭრილად ვთქვათ. ეს არაფერი რევოლუცია და ვარდები და ხავერდები არ ყოფილა. ეს იყო ელემენტარული სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ლეგიტიმაცია მერე ქვეყნის გარედან მოხდა, სხვათაშორის არა მარტო ამერიკისგან, არამედ რუსეთისგანაც, თორე ყველას გვახსოვს ივანოვი გამარჯვება გენასვალეს რო იძახოდა, ხო, იქ რო იდგა ჟვანიას სააკაშვილის გვერდით და ამას ეძახოდა. ამ ორი დიდი სახელმწიფოს ხელდასხმით მოხდა ლეგიტიმაცია იმ რევოლუციის შედეგების. მაგრამ დღესაც თუ შენ იგივეს იმეორებ და ამტკიცებ, რომ ეს ნამდვილად ამიტომ მოხდა და მე მაშინაც მართალი ვიყავი და დღესაც მართალი ვარ, ეს უნდა დამთავრდეს ოდესმე. ახლა მეორე, საჩემ და სამწუხაროდ ასეთი ძალები არიან ქართულ ოცნებაშიც. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მე დასახელებაც არ დამჭირდება ამ ძალებს. ახლა მეორე ავიღოთ, გამარჯვების უპირობო ფორმულა რა იყო? რომ იგივე ბიზნე ივანიშვილს ეთქვა, რომ ყველანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და შემდეგ დავიყოთ და თუ გინდ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ყველამ იმას მისცეს ხმა, ვისაც ჩათვლის საჭიროდ. ოღონდ ჯერ ეს რეჟიმი უნდა გაიცნო. რატომღაც ეს არ მოხდა? მე ეჭვმაქვს, რომ იგივე ვიწრო ჯგუფის ზეგავლენით მათ არ დაუშვეს, უბრალოდ რომ ყოფილიყო ერთიანი ფრონტი. ახლა რა გამოვიდა? სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და ჩარეცხა მთელი თაობა, ხო? ახლა ოცნება ჯერ არ მასულა ხელისუფლებაში და უკვე იწყებს ჩარეცხვას. ახლა გეკითხებით მე ერთი რიგითი ამორჩეველი, რა განსხვავებაა ჩემთვის ახლა მანამდე ჩამრეცხავ თუ იმის მერე ჩამრეცხავ, ხო?
და კიდევ ერთი მთავარი мотиваცია, იმიტომ რომ გამოვიდა ახალი პოლიტიკური კოალიცია არენაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას უთხრეს, რომ თქვენ მოგდით, დაიძინეთ და არაფერში მონაწილეობა არ მიიღოთ. ეს არასწორია. მაგრამ მთავარი და ბოლო არგუმენტი, რის გამოც მე ეს წინადადება მივიღე და ამ ბრძოლაში ჩავევი. ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ რამდენჯერმე 80-90%-ით მოსული პოლიტიკური ძალების ძალაუფლება. ყველას კარგად გვახსოვს. რაც არ უნდა კარგი ლიდერი იყოს, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს, როდესაც შენ ერთპიროვნულად შეგიძლია მიიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება, ისეთი ცდუნება შეიტანო კანონპროექტი პარლამენტში, რომ დღეიდან თოვლი შავია და ხმები ყოფნის ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ეს ისეთი ცდუნებაა, რომ ხელისუფლება ირღონება. ყოველთვის უნდა იყოს ვიღაც იქ შემსახებელი. ჩვენ არ გვიწყობს და არ გვაქვს ამის ილუზია, რომ უმრავლესობით მოვთ პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იყოს ესეთი ძალა, რომელიც იტყვის იმას, რასაც სამწუხაროდ არც ნაცმოძრაობა ამბობს და არც ქართული ოცნება. მაგალითად ერთი რა ნატოს ნატო, ამ ნატოს სახელში არ დაუკარგეთ აფხაზეთის სამაჯებლო. რა ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების ყოფნა გვაახლოებს ნატოსთან. სულ მახსენდება ჩემი ბავშვობა, სკოლაში ვგვასწავლიდა, რომ კომუნიზმის ნათელი ჰორიზონტია და ერთხელ კითხე მასწავლე პატრიცებო ნახა ჰორიზონტი ესე გვასწავლეს მეთქი, რომ რაც უფრო უახლოვდება, შორდებოდა. აბა როგორ უნდა მივიდეთ იქამდე თუ ის კომუნიზმის ჰორიზონტი? დატოვეთ ახლა საკლასო ოთახი. ასეა ეს ნატოც არის კომუნიზმის ჰორიზონტი. რაც უფრო უახლოვდები, უფრო შორდები, ხო? და იგივე ახლა რატო უნდა იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში? იმიტომ რომ ჩვენი ჯარისკაცები იაფი არიან ამერიკელებზე და ამერიკას გაცილებით უფრო იაფი უჯდება ქართული კონტინგენტის იქ შენახო, ვიდრე თავის ჯარისკაცების და ურჩევნია შენი ჯარისკაცების სიცოცხლის გარსიქოს, ვიდრე თვითონ მიიღოს კუბურები შეერთებულ შტატებში. ევროპის ყველა სახელმწიფომ გაიყვანა თავისი შემოერთება ავღანეთთან. ჩვენ გზრდით კონტინგენტს. რაც გვეუბნება ქართული ოცნება? დიახ, ჩვენს გვაახლოებს ნატოსთან და ჩვენ მივესალმებით, რომ ჩვენი ბიჭები ავღანეთში იბრძვიან. ჩვენ ვამბობთ გადაჭერთ, არავით არის ნატო. თუ ეს არის ერთიანი საქართველოს საბრძოლო. თუ ნატო გვინდა ჩვენ და უარს ვამბობთ ჩვენს აი ამ ჭალებში აღიარებულ ორ სახელმწიფოზე ჩვენს ტერიტორიაზე, მე ესეთი ნატო არ მჭირდება. ნატო პირდაპირ გეუბნება და ეს ცხადია, ის არ დაგეხმარება ამ კონფლიქტების მოგვარებაში და ტერიტორიების დაბრუნებაში. ერთადერთი გზა არის ესაუბრო მოლაპარაკებაში შეხვიდე იმ ქვეყანასთან, რომლისგანაც გაქვს პრობლემები, ეს არის რუსეთი. და მოდით პირდაპირ თქვათ, ვინ შექმნა ეს პრობლემები? შექმნა სააკაშვილი. სააკაშვილმა და მისმა გარდაცვალებამ. ქავატანალამ ერთად დავაზუსტებთ. აი, ამიტომ არის, რომ ჩვენ არც ქართულ ოცნებას ვართ მეოთხმას და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას მეთოდურად ბოლო წლებში აცხადებს. არა ნატოს, ჩვენი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ ზღვის ომში და ჩვენ რუსეთის ბაზრის დაბრუნებას და რუსეთთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოვიდა. ესე ფაქტის დონეზე შეგეხმიანებით ავღანეთის თემასთან დაკავშირებით, ავღანეთმა დღეს 33,000 ჯარისკაცი გაიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან და 2014 წელს ის ამ პროცესს დაასრულებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს ერთი რამ. კახა კუკავა ბოლო პერიოდში აღიქმება როგორც პრორუსული პოლიტიკოსი, მისი განცხადებებით, მისი შეხვედრებით გნებავთ ონიშენკოსთან, გნებავთ იქ რამდენიმე პოლიტიკოსთან რუსეთში. კახა კუკავა აკეთებს იგივე განცხადებებს, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. თუმცა კახა პარლამენტში თავის დროს ნაციონალური მოძრაობის სიით მოვიდა და შემდგომ ეს ძიძიგური კუკავა ცანავას ჯგუფმა დატოვეს ეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია მახსოვს და ამ შემთხვევაში მინდა ერთი კითხვა გავსვა რამდენად მიგაჩნიათ თქვენ ის რომ რუსეთს გნებავთ პერსპექტივაში სურს რომ ეს ხონჩით მოგვართვას გნებავთ აფხაზეთი და გნებავთ სამხრეთ ხონჩით არავინ არაფერს არ მოგვართმევს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საფასური. ეხლა მე მინდა გკითხოთ. ყველა სტრატეგიული ობიექტი, სხვათა შორის თავის დროზე ბენდუქიძე გუმოძრავდა ტელევიზიით, რომ არ არსებობს სტრატეგიული ობიექტი, რა სიგონებთ, ეგეთი ცნება არ არსებობს და 2008-ში ჩვენმა ხელისუფლებამ პანიკურად დაიწყო კივილი, რომ რუსეთი გვიბომბავს სტრატეგიულ ობიექტებს, მე ეთერის საშუალებით თქვას ერთი ბენდუქიძემ თუ არ არსებობს სტრატეგიული ობიექტები, რას გვიბომბავს რუსეთი, ხო? ყველა სტრატეგიული ობიექტი რესურსის ხასიათის და
საწარმოო ხასიათის წაღებული აქვს რუსეთს. ოქროდან დაწყებული წყლით დამთავრებული ყველაფერი მისცა რუსეთს, მიხეილ სააკაშვილს. და თან მიაყოლა აფხაზეთი და სამაჩაბლე. მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩენილი იყო ხელისუფლებაში. პოლიტიკაში ასეა და მათ შორის საგარეო პოლიტიკაში. ყველა ნაბიჯს აქვს თავისი საფასური. მე ისევ ვიმეორებ, თუ ნატოზე უარის თქმა იძლევა შანსს და მოლდავეთის მაგალითზე რუსეთმა ეს დაამტკიცა. როცა უთხრა, რომ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ჩვენ ხელს შევუწყობთ დნესტრისპირეთის რეინტეგრაციას მოლდოვაში. ანუ ეს ფორმულა არსებობს რეალურად. თუ ეს არის, რომ ნატოზე ჩვენ უარი ვთქვათ, მე დღეს ვემზად ვარ ნატოზე უარი ვთქვა, ოღონდ კი საქართველოს იყოს მთლიანი. და მოდით ახლა რუსეთის ადგილზე ჩააყენეთ თქვენი და თქვენ რომ იყოთ თქვენ არა, მიხეილ სააკაშვილი რო ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტი იმ დროს, რას უზამდა საქართველოს ներკვევას. ალბათ ქვაზე არ დატოვებდა, ხო? მისი ხასიათიდან და მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. რუსეთს აქვს ძალიან მარტივი ამოცანა, მას არ უნდა მის საზღვრებთან ნატოს ბაზები. და ამის გაგება შეიძლება. მაგრამ მას ქვეყანაში აქვს ნატოს ბაზები. ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით. ზუსტად ამაზე ვამბობ. იქ სადაც ეს შეთანხმებული საკითხია, რუსეთმა თქვა, რომ კი ბატონო, ჩემს ტერიტორიაზეც კი მოხსენ, მაგრამ სატრანზიტო ბაზას და არა სამხედრო ბაზას, რომელიდანაც შეიძლება დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები განახორციელოს. ნუ თუ ასე ძნელია ამ საკითხებზე შეთანხმება, არც ისე მე მინდა გითხრათ. მაგრამ ეს არის, როგორც იცით, სააკაშვილი არის სპილოზე მიშვებული გოშიასავით, რომ უნდა უყეფოს სპილოს, იმიტომ რომ დანარჩენები ამერიკელები, ევროპელები ჭკვიანები არიან და რუსეთთან ურთიერთობას არ იფუჭებენ. აი სააკაშვილის ნაირებით უყეფენ რუსეთს და თვითონ არიან ძალიან კარგად. მე ისე ვიმეორებ, ეს საპირწონე არსებობს, რაც მოლდოვის მაგალითზე დამტკიცდა. ჩვენ ვამბობთ ამას, ეს შესაძლებელია. ჩვენ არ გვინდა არაფრის დაჩემება და აი მე მოვალ და მე გავაკეთე. შენ გააკეთე, ოღონდაც გააკეთე, ვიღაცამ გააკეთოს, ეს ხო ჩვენ სამშობლოს საადგილოა. თუმცა ერთ რამესაც ვიტყვი, რომ მოლდოვასთან მიმართებაში რუმინეთს აქვს საკმაოდ წონადი პოზიცია, როდესაც ისინი ყველანაირად ცდილობენ ამ ქვეყნის რეინტეგრაციას. რუმინეთს არაფერი შეგვიძლია, იმიტომ რომ დნესტრისპირეთისზე ვრცელდება რუსეთის გავლენა. ამიტომ რომ არც ესეთი გავლენიანი ქვეყანაა რუმინეთი ევროკავშირში, მეც უნდათ მე ვიცნობ მათ გომარებს არც ესეთი გავლენიანია, რომ მას შეეძლოს ამ საკითხს ან ზეწოლა რუსეთზე, რომ რუსეთმა ეს გააკეთა. ეს რუსეთმა გააკეთეს სამხრივად ეს ნაბიჯი, ოღონდ უთხრა, ეს იქნება თუ არ იქნება ნატოში ინტეგრაცია და არ იქნება იქ ნატოს ბაზები. ეხლა მე გეკითხებით, შეიძლება ოდესმე 20-30 წელს მერე დადგეს საკითხი, რომ ჩვენ თვითონ დავიწყოთ, ეხლა მე ალბათ აღარ ვიქრები, მაშინ ცოცხალი, მაგრამ ჩვენ ისევ აქტუალური გახდეს ნატოში ინტეგრაცია. პროცესები სოფლიოში სხვანაირად ხედის. ძალიან დაჩქარებულია ყველაფერი. მე მეცაც გეტყვით, არ არის გამორიცხული რუსეთმა შეგვასწროს ნატოში. შეიძლება ეს მომენტი დადგეს, მაგრამ დღეს როცა შენი ქვეყნის მთლიანობა არ აქვს თუ ეჭქვეშ დგას, არამედ უკვე რამდენიმე სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორი კვაზი სახელმწიფო გაქვს, ხო? გადახედე ამ შენს ვექტორებს, არ არსებობს მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები, შენი სამშობლოს ინტერესი ჭირდება ეს. და ამიტომ ამბობ, რომ ჩვენ ეს მთლიანად განგვასხვავებს იმ მთლიანად პროდასავლური სახელმწიფოებრივი და ოპოზიციური სპექტრისგან, რომელიც ეკეკლუცება ამ გონერთი თვითონ არის სიამბულისებაში. ძალიან კარგად იციან, ეს არის კეკლუცობა ამერიკელების წინაშე და აი მე უფრო კარგი ვარ და მე უფრო მომაქცია ყურადღება და მე უფრო კარგად გავატარე შენ. მაგრამ ამ კეკლუცობის რეალური შედეგი ჩვენ არაფერი არ გვიგზნია, ამ შემთხვევაში ქვეყანაზე მაქვს საუბარი. მოდით ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში ვერც ერთმა სახელმწიფომ სხვა ვერ აიღო საკუთარ თავზე გადაწყვეტილების მიღების აი ესეთი რაღაც პოზაც კი ვერ დაიკავა. რომ რაღაცა იმიტომ რომ არსებობს ჩვენი ინტერესები პირველ რიგში და რა თქმა უნდა ვერავინ გადაუდგება ამ ინტერესებს. ამიტომ ამ კეკლუცობასთან დაკავშირებით კიდე არის რაღაც 1000 კითხვა შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მინდა გკითხოთ პოლიტიკურ მეხსიერებაზე. რატომღაც აი რაღაც ბოლო 20-22 წლის განმავლობაში, რასაც ვუყურებთ პოლიტიკურ პროცესებს, მართალია პოლიტიკაში სხვადასხვა ადამიანები შემოვიდნენ და ზოგიერთი მეტეორი ჩაიქროლებს ხოლმე და მე ჩაქრება და მაგრამ ძირითადი რაღაც ესეთი სახეები რჩებიან. ზოგიერთისთვის ახლა მე რამდენად მაქვს უფლება ამას კიდე ცალკე საკითხავია, მაგრამ სხვადასხვა წერილებში მე ვწერე, რომ ამ ადამიანებისთვის პოლიტიკა იქცა ბიზნესად, სარფიან ბიზნესად იქცა
და არ აქვს მნიშვნელობა ისინი არიან ხელისუფლებასთან, არიან ოპოზიციაში თუ ასე შემდეგ, ადამიანური ურთიერთობები არის საკმაოდ ესე ჩამოყალიბებული და ისინი ამ ბიზნესს მშვენივრად ართმევენ თავს. მაგრამ ყველაზე უფრო საგანგაშო ჩემთვის ამ შემთხვევაში ის არის, რომ ჩვენ მათ უпростоრად შეიძლება დავიწყდებათ მათ მიერ გამოთქმული ფრაზები, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ მიერ ჩადენილი საქციელი, ესე ვთქვათ, და ხო, ნუ ჩვენ შეიძლება ვერ ვივიწყებთ ზოგი პროფესიონალური რაღაც ნიშნიდან გამომდინარე, ზოგს კიდე აქ ახლა ეს სულთა მეხსიერებაში ჩალექილი რაღაცები, მაგრამ მე მინდა ერთი რამ ვიკითხო. დღეს ხშირად არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ გვინდა უკან დაბრუნება ნაციონალური მოძრაობის მთავარი საქმეა. და თუმცა ამ შემთხვევაში მე ვიცი ესეთი რამ, რომ უმნიშვნელოვანესი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები დაწყებული ჯერ კიდევ რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი და რომელსაც თურქეთში მოეწერა სტამბოლის საბუთზე მოეწერა ხელი, აქედან დაწყებული ძალიან ბევრი ნაბიჯები გადაიდგა იმ პერიოდში. ყველაზე ცუდი რა თქმა უნდა იყო ის, რაც ხდებოდა შიგნით ქვეყანაში, ამ შემთხვევაში მართვაში, ქვეყნის მართვაში. მაგრამ აქაც შეგვიძლია ბევრი კითხვის ნიშანი დავსვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატო ხდებოდა ეს და რამდენად იყო ესა თუ ის ძალა ან პიროვნებები ამის ხელშემწყობი, რომლებიც დღესაც არიან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. თუმცა ამას არ გვეუბნებიან, რატო უწყობდნენ მაშინ ხელს ბატონ შევარდნაძეს თუ ვთქვათ, არ ვიცი ახლა კონკრეტულ პერსონებს, ასე ცუდად რო ემართათ ქვეყანა. თქვენ რას მეტყვით, ნამდვილადიანის პოლიტიკური მეხსიერება როგორი არის და რამდენად ახსოვს ეს? მე შევეცადი ახლა კონკრეტული ფაქტებისთვის ამერიდები და სამწუხაროდ მახსოვს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ თუ ალბათ საბედნიეროდ, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც არ უნდა დაივიწყო. მათაც მშვენივრად ახსოვს, რას აკეთებდნენ. ზოგიერთი დღეს გადმოდგება და დაამონათებს რუსუდან ფედუეშოს, რომელსაც ხალხის მეტი არაფერი გაუკეთებია, როგორ გაბედე და ორდენი აიღე სააკაშვილისგანო და არავინ არის შემძახებელი, უთხრას რომ შენი კაცი არა ხარ, სააკაშვილის თანათავმჯდომარე რო იყავი ნაციონალურ მოძრაობაში. ისეთ რა, აი ეს გაოცებული სახე რომ ვითომ არ იცოდნენ, ვინ მოიყვანეს ხელისუფლებაში. სააკაშვილი ეხლა კი არ გაპატრულობდა. ზუსტად ასეთი იყო. მე მეცაც გეტყვით, ახლა ცოტა ასაკი მოემატა და დაღვინდა, თორემ კიდევ უფრო უარესი იყო. მის მოყვანა შეუწყეს ხელი, მერე განუდგნენ მას და ახლა ნახეს ახალი ლიდერი, რომლის საშუალებითაც ებრძვიან სააკაშვილს. მე სააკაშვილს 100 წელი არ გავამართლებ, იმიტომ რომ მომინდომა არ გამომივა ეს, რომ გავამართლებ. მაგრამ შენი პოლიტიკური ბიოგრაფია თვითონ თუ დაივიწყე, სხვასაც რო ახსოვს, რატო გავიწყდება ეს ამბავი. რა თქმა უნდა ეს მიბმულია, ახლა თქვენ ბრძანეთ კლიშეები. მე მახსოვს ჩვენ სკოლის სახელმძღვანელო გქონდა ისტორიის, რომელშიც იყო ფოტოები, ესეთ ნახატები უბრალოდ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ. რევოლუციამდე იყო კავის რუსეთი და რევოლუციის შემდეგ ტრაქტორები, ბულდოზერები, კომბაინები და რაღაც. ეს ხელისუფლებას ზუსტად ამ სქემით მუშაობს, იმიტომ რომ ესენი არ შემდგარი კომკავშირლები არიან სინამდვილეში ბუნებით, არ შემდგარი. დაიწყეს კომკავშირული კარიერა და უცებ დაინგრა საბჭოთა კავშირი და აღარ გამოუვიდათ ეს კარიერა და განახორციელეს ჩვენ კისერზე, ახლა 21 საუკუნეში. ხო და აი უყურეთ რევოლუციამდე ყველაფერი იყო ცუდი, იყო ბნელი და უგუნი. კი ბატონო, კორუფცია რო დავამარცხეთ და ელიტური როა და მილიონებზე და მილიარდებზე ვიდეს ლაპარაკი, ამაზე არ დაუწურებადები, ყველაფერი კარგად იცის და ხედავს, ცალ-ცალ კალოშით მოსულები დღეს-დღეს იმდედრის პატრონები არიან. მე მინდა ერთ საკითხი შევეხო. პატრულიო შევქმნით და მანამდე იყო კორუმპირებული ინსპექტორები, დიახ იყო. რამდენს გართმევდნენ კორუმპირებული ინსპექტორები? 2-3 ლათს ხო? თუ გაუჯიჯდებოდი და მიაწვებოდი არ მისცემთ. არ იყო ასე იყო. ახლა გეკითხებით რა გააკეთა პატრულმა? 100-ზე მეტი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა. ახლა გეკითხებით, სამლარიანი ქრთამი უფრო წონადი არგუმენტია თუ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ასეთი ათეულობი 100-ზე მეტი ხო? აი რომელია თან ეს არის გაბრუების მექანიზმი. იმით ვაქვს მონოპოლიზირებული მედი, რომ ამით უდებენ ხალხს თავში, რომ იყო ბნელი და უკუნი მოვიდა და განათდა, ეხლა ყველაფერი კარგად არის და სასწავლე ადამიანი გააღებს მასე ვარ ცარიელი დახუროთ, ეთყობა ჩემია მარტო ცარიელი და სხვების სავსეა უფიქრობს. გზები დავაგეთ, გამოვა თავის სახლი და ეთყობა ეს ერთი ქუჩა დარჩა დაუგებელი და მთელი საქართველოს გზები აახალი და ეს არის პირდაპირ თვალებში ნასრის შეყრა.
ძალიან უნდა გინდოდეს რომ თავი დაებრმაო და ეს ყველაფერი არ დაინახო, ან უბრალოდ ძალიან მოუცვლელი უნდა იყო რომ არ დაფიქრდეს სინამდვილეში მართალია რასაც ამბობენ. შევარდნაძის ჩინოვნიკებში იყვნენ კორუმპირებულებიც და კატეგორიულად არაკორუმპირებულებიც. მათ შორის ერთი არაკორუმპირებული ციხეში ჩააგდეს სამშობლოს ხალათის მუხლით ირაკლი ბათიაშვილი, ხო? სატელეფონო საუბრის გამო, სხვა კი არაფრის გამო. ერთი ადამიანი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ჩააგდეს და როგორი ნაწამები იყო, ალბათ მხოლოდ დღეს მიხვდება ტელემაყურებელი იმის მერე რაც ნახა იქ რა ხდება. და ზურგზე რო ქონდა სიგარეტები ჩაქრობილი, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კითხეს რა ხდება, თვითონ ჩაიქრო ბატონო. თქვენ გესმით რომ უტიფარ, უსინდისო ადამიანებთან აქვს. ადამიანი რო იყოს რომ კაცმა სიგარეტი თავის ზურგზე ხელით რო ვერ მიჭრება ისეთ ადგილას ჩაიქრო, ის ხო ყველაფერზე წავიდა. ასე რომ არც ასე იყო საქმე, რომ ყველაფერი ცუდად იყო და ყველაფერი კარგად გახდა. იყო რაღაც შედარებით ცუდად რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით გავიხსენოთ, ის რუბილნიკი ვის ეკავა ხელში ელექტროენერგიის რო ითიშებოდა, შემთხვევით ნოღაიდელი ხო არ იყო მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული ფრთიდან. ზუსტად ის იყო. გათიშავდნენ შუქს, გამოცხადდებოდა მობილიზაცია, გამოვიდოდნენ ცნობადი მსახიობები, წაუკიდებდნენ ცეცხლს საბურავებს, მოგვეცით შუქი და რაღაც. გამორთვები ახლაც არის. ახლაც არის, მაგრამ უკვე იმდენად ჩაგიდეს რომ დენის პრობლემა არ არის, ახ თუ გამოირთო ეთყობა რაღაცა ძალიან სერიოზული ხდება. ხანიკ ხანად გამორთვები არის. რა თქმა უნდა, მოუთმენელი ვითარება იყო ის, რაც იყო ეს მოუწესრიგებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ისე ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავისი საფასური. მე მირჩევნია რომ ცოტა უარეს გზაზე ვიარო და ვიცოდე რომ ჩემი შვილი გადის და დაცულია და არავინ ესვრის, ვიდრე გატკეცინებულ გზაზე იაროს სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა, სხვათა შორის სადაც თვითონ დადიან მარტო იქ არის გზები დაგებული. მაგრამ იმის იმედი არ მქონდეს რომ შეიძლება ჩემიანი ვინმე იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს რა კადრების ჩვენ ვნახეთ. ყველაფერს თავის საფასური. ქავატონანა აუცილებლად მინდა გკითხოთ ერთი რამ, თქვენ ბრძანეთ რომ სუხამილაშვილის როცა თემა წამოჭერით, ბრძანეთ რომ ვითომ არ იცოდნენ. იგივე სიტუაციაში პრეზიდენტმა როდესაც განცხადება გააკეთა კადრების გამოქვეყნებასთან ერთად, მან თქვა რომ წავიკითხა ამას, რომ იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც ტელევიზიით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი, მე ვარ ძალიან გაფრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ შეიძლება ვიზუალურად მას არ ქონდა ეს ნანახი, მაგრამ რაღაც სისტემაში რომ წეროდა და იხსნებოდა მას არ სცოდნოდა, მაგრამ ვენდობი საქართველოს პრეზიდენტსა დავიჯერებ, რომ მან ამის შესახებ ეს არ დაიჯერა, მე არ ვიცი სააკაშვილი რითია დაბოლილი, მაგრამ მისი ხელქვეითები მას კი არ ატყუებენ, არიან შიში, მისი უპროგნოზო ხასიათის გამო. რომ მას შეუძლია თავისუფლად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს ხელქვეითს. ეს არის ყველაზე მეტი სიმდაბლე და რატომ ესეთ როცა ან დააჭერილს, ან შენზე დამოკიდებულ ადამიანს ხელს გააწყო, შენ ხარ არაკაცი, იმიტომ რომ მას ხელის შებრუნება არ შეუძლია. ეს სისტემა დგას და თქვენ არც იფიქროთ, მან შვენივრად იცოდა ეს გააკეთა ტელევიზიებით გასაპირებლად და იქ რო არაფერი გაკეთდებოდა, თქვენზე და ჩემზე ძალიან კარგად იცოდა. არავინ არაფერს არ აგვირებს. ისევე როგორც ის რაც ხდებოდა ციხეში, ის შვენივრად იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ხათუნა კალმახელიძის დონეზე ეს საკითხები არ ხდებოდა. ამას გეუბნებით როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, როცა 20 კაცი ერთად ციხის უფროსიდან და რეჟიმის უფროსიდან დაწყებული ზედამხედველით დამთავრებული ერთად ურტყავს პატიმრებს. ეს ნიშნავს, რომ ბრძანება არის სულ ზემოდან წამოსული. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეეშინდებოდა დაემუცმების ამას ვერ გააკეთებდნენ და ეს მეთოდად იქცა. ციხეში შესული კაცი უნდა გატეხო. იცით რა, მე გირჩევთ ამოიღოთ აი ეს სატელეფონო საუბარი, რომელშიც მერაბიშვილი სიცილკისთვის დელაპარაკება სააკაშვილს დაკავებულ ფოტორეპორტერებზე და იმ თვალით შეხედეთ, დღეს უკვე ნანახი გაქვთ ის კადრები და მიხვდებით რა საშინელი დატვირთვაა იმ სიცილში. და იქ დაცინებაში რომ აი კაცი რა, ხა ცოლმა ესე უთხრა. ჩვენ არავინაც არ ატყობს ეს ყველაფერი მოდის მისგან. ჩვენ და საზოგადოებამ ასეთი ფაქტების შესახებ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამ მიმართულებით მართლა ჩემს აღშფოთებას არ აქვს საზღვარი. მინდა გითხრათ, რომ წლების წინ ჩემთვისაც ისე როგორც ალბათ თქვენთვისაც უბრალოდ მე არ მაქვს არავითარი მორალური უფლება დავასახელო ამან მე არის გვარი, რომელიც იგივე ფორმით დააშანტაჟეს და აღიარებას წაიყვანეს, რომ და ეს იცის თემა საზოგადოებამ უბრალოდ ყველა ცდილობს ამ თემაზე არ ვილაპარაკოს.
და ამიტომ ახლა იმ ადამიანის თანამდებობიდან და სტატუსიდან გამომდინარე მართლა შეუძლებელი იყო ის ფაქტი მაინც პრეზიდენტს არ ცოდნოდა. თუმცა მე ამას ესეთ აბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოგიკურად უნდა სწორად. და იმდენი ჩანაწერია შესაძლოა მე პრაქტიკულად მე ამ შემთხვევაში როგორც სახალხო დამცველს ესაუბრები და ერთეული ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ რაღაც არ არის წესებში სისტემაში როცა ეს ფაქტები უკვე გროვდება და დიდ წონას იძენს რაოდენობრივად არა ეს უკვე ნიშნავს რომ ეს არის მყარი ტენდენცია და მყარი ტენდენცია იმ რეჟიმში რომელიც ძალიანად იმართება ვერტიკალურად ზემოდან ქვემოთ როგორც წარმოგიდგენიათ რომ იყოს თვითშემოქმედება ეს არის აბსურდია დღეს ერთ რამე შეგაწყვეტინებთ დღეს საუბარი არის სადღაც სოციალურ ქსელებში ამოვიკითხე ამას წინათ და მე მგონი პროკურატურა მას გააცხადა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ აი ამ კადრების ავტორს 2 მილიონი გადაუხადა ვიღაცა მე მინდა ვთქვა რომ ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გადაეხადა ამ ადამიანისთვის თავის ჯამაგირიდან ფული და ვალდებულიც ვართ და ნებისმიერი ადამიანისთვის ამ ფულის გადახდაში მე ამ შემთხვევაში მერკანტილურ მიზნებზე არ მაქვს საუბარი რომელიც აი ასეთ უგვანობას გამოიტანს და დადებს და იტყვის რომ აი ეს არის უგვანობა და ასეთი რაღაცა ხდება და შემთხვევით ხო არ ვთქვამთ ამასთან ერთად ისეთ უკვე იმდენ სრულობენ რომ საყვარლე აერიათ აი წავყვეთ ამ ლოგიკას დიახ იმ კაცს გადაუხადეს 2 მილიონი მაგრამ ის არის რიგითი შემსრულებელი ხირი გამოიტანა მე გეკითხებით მაშინ რამდენი გადაუხადეს ციხის უფროს რამდენი გადაუხადეს დეპარტამენტის უფროს რამდენი გადაუხადეს მინისტრ კალმახელიძეს რამდენი გადაუხადეს მიხეილ სააკაშვილს როგორ იმან აიღო და ამათ არავის არაფერი არ აუღია იმან გააკეთა დადგა გადაიღო თუ რა მან გამოიტანა მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია თუ ეს ფული ღირს ივარაუდება რომ ყველა დანარჩენს ფული აქვს აღებული პატიმარის წამებაში მე უტრირებას ვახდენ მათი ლოგიკა უკვე არაფერზე აღარდება გამიგეთ ისევე როგორც ერთი წელი თუ გქონდათ სადინახავდნენ ამდენი ხანი რა თუმცა როგორც სახალხო დამცველს გითხავთ იმ პერიოდში როდესაც კახათარგამაძე თქვათ ზეობის პერიოდი ჰქონდა იმ პერიოდში ცვიოდა სამინისტრო სართულებიდან ადამიანები და მომწონს ეს დაამკვიდრა ნაცმოწმობა იყო ორი ფაქტი ასეთი და ცვიოდა ახლა ივარაუდება რომ ყოველდღე ცვიოდა რა ორი ფაქტი იყო ასეთი 2001 წლის შემდეგ მსგავსი აღარაფერი არ მოხდა ძირითადი პრეტენზია იყო პოლიციასთან იმაზე რომ დაკავებისას პატიმარს სცემდნენ ამაზე სულ ჩვენ მოულოდნელი ვიზიტები ჰქონდა შევდიოდით მონიტორინგზე და ვავლენით ამ ფაქტებს და არაერთი პოლიციელი დაიჭირა და ბოლოს ერთხელ მითხრა კახათარგამაძე კარგი თუ რა ახლა ეგრე ხო არა მოგძალდით დაბზანდით მკვლელის დაკავება სადგან გიგონიათ და ყაჩაღისო არის ამაში ლოგიკაც რა თქმა უნდა დაკავებისას მიღებული დაზიანებები და მერე თუ იყო ცალკენაცები ეს კიდე მეორე ცალკე უბედურება მაგრამ ის რომ სხვადასხვა საქმეებით გაუპატიურება და რა ჩვენ ნახეთ მსგავსი სიზმარში არ უნახავს მაშინ თო სისტემას მე შეგახსენებთ რომ 2000 წლიდან გახსნილი იყო უკვე საჯელოსნობის სისტემა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ნებისმიერი უფლებადამცველისთვის ნებისმიერ პატიმართან შეეძლო კონტაქტი შესულიყო დაეთვალიერებინა შეემოწმებინა და ამას ემატებოდა ის რომ წესად დავნერგეთ ჩვენ ეს რომ პატიმარი როგორც კი შედიოდა ქონდა ჩივილი არ ქონდა არაფრის შუაში გადაიყვანეს ხო პოლიციიდან ციხეში მაშინვე სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებოდა რომ ცემის ესეთი რაღაცა რომ მისი კვალი ქრება დროთა განმავლობაში მაშინვე დაფიქსირებული ხო აი ეს რა ჩვენ ნახეთ მე არ ვიცი ჩვენ ციხეებში კი არ გამიგონია და არცად არ ყოფილა ასეთი ინფორმაცია რომ ფაშისტები აკეთებდნენ ამას საკონცენტრაციო ბანაკში მე ალბათ ბოლოსკენ გავდივართ და უნდა გკითხოთ თქვენ ნანადებდარიანი როგორ აფასებთ აი ამ 1 ოქტომბრის შანსებს მე არ მაქვს საუბარი თქვენ პირადად ნანადებდარიანზე მე მაქვს იმ პოლიტიკური ძალების შანსებს რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ მესმის რომ ეს ცოტა უხეში კითხვაც არის ამ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილე პირისთვის როდესაც მან უნდა შეაფასოს სხვების შანსები და იყოს შეეცადოს ამ შემთხვევაში იყოს მეტნაკლებად ობიექტური მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ ობიექტური ადამიანი ხართ და აქედან გამომდინარე მაინტერესებს და ის მაინტერესებს თქვენ რას ეუბნებით საზოგადოებას რა უნდა იყოს მისი არჩევა კეთილი ამასთანავე მესაუბრე ერთ ძალიან გამოჩენილი ადამიანი ძალიან სათნო პიროვნება და ამერიკა და ბუდიშიო მაგრამ ვერ გიჭერთ ხარსო იმიტომ რომ
სამწუხაროდ იმიტომ რომ 51 წელიწადში ხმასოდა რა არის სამწუხარო ექნებოდა რომ ვეთქვათ რომ ვერ გიჭერბარ იმიტომ რომ 5 ნომერი ხარ და ეს ამ ამბებამდე იყო ამერად მე ვთვლი რომ თუ ნაცმოძრაობა გაბედავს და 20%-საც კი დაიწერს არადა პრეტენზია ექნებოდათ ნახევარზე მეტად გვევასოთ იცოდეთ რომ ამას ხალხი არ აპატიებს მას 20%-იც აღარ აქვს ნაცმოძრაობას მხარდაჭერა იმის მერე რაც გახმაურდა და მე ვეჭვობ რომ კიდე რაღაცები გახმაურდება არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში დინამიკა ისეთი რომ აუცილებლად კიდევ იქნება რაღაცები დანარჩენი დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნება მოვა უმრავლესობით და მიუხედავად იმისა რომ ბევრი ისეთი ადამიანებისაც მე პატივს ვცემ ჩემი მეგობრებიც არიან არა მეგობრებიც არიან სხვათა შორის ძალიან ჭრელია ეს კოალიცია ამ თვალსაზრისით დარწმუნებული ვარ რომ მოვიდნენ უმრავლესობით, მაგრამ მე არ მინდა რომ ისეთი უმრავლესობით მოვიდეს თუნდაც ქართული ოცნება, როგორიცაც მოვიდა ნაცმოძრაობა, როგორიცაც მოვიდა თავის დროზე ეროვნული მოძრაობა, როგორი ხარდაჭერა ჰქონდა შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირს. ის ჯობს იყოს რამდენიმე პოლიტიკური ძალა წარმოქმნილი. განსხვავებული პლატფორმის. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ამორჩეულთა ჯგუფების ინტერესები იქნება წარმოქმნილი. მე ისე მივუყურდები 2003 წლის არჩევნების შედეგებს. 6 პარტია იყო გასული და ისეთ როგორიც იფრებით, რომ ორი პარტია რო გაერთიანებულიყო 50% არ უგროვდებოდა. ამ უმრავლესობა არ ქონდა. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკიც არ არის. ეს ნიშნავდა, რომ ისინი განწირულები იყვნენ ერთმანეთთან დიალოგზე, ესე იგი 6 პარტიის ამორჩევლის ინტერესები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ეს არ უნდოდა სააკაშვილს და მისნაირებს, როცა რევოლუცია მოაწყოს, იმით რომ უნდოდა მონოპოლია ძალაუფლებას. და ძალაუფლებაზე მონოპოლია წარმოშობს ძალიან ცუდ შედეგებს. და ჩვენ მე გავა დრო ისე შევხვდებით ერთმანეთს და ვიტყვით, კაცო ეს რა კაი ძალა იყო, რა დაემართათ რა შვები. ხაბნის აბსოლუტური უმრავლესობა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იყოს რამდენი სასურველია ჩემთვის ეს ამ პროგნოზს მე ახლა ვერ ვუძღვე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ ნაცმოძრაობას თუ არ გავყარეთ 1 ოქტომბრამდე მე ვარაუდობ, რომ შეიძლება შეიქმნას ეს სიტუაცია და თუ გონს არ მოეგებიან და თვითონ არ მოხსნათ კანდიდატურებს ძალიან ცუდი ბოლოელით აუცილებლად გავა უმრავლესობით ქართული ოცნება და ეს კარგია, მაგრამ ცუდია თუ ის მიიღებს ძალიან დიდ უმრავლესობას. ჯობს ადამიანებმა იფიქრონ იმაზე, უნდა თუ არა ნატო, უნდა თუ არა ქართული ჯარისკაცები ავღანეთში, უნდა თუ არა რომ მოწესრიგდეს ურთიერთობა რუსეთთან. არჩევანი გააკეთონ იმის მიხედვით, რას თვლიან თვითონ. ის კი არა რომ დღეს მოდაშია ოცნების მხარდაჭერა. სხვათა ცუდი მოდა არ არის. ჯობია იყო ქართული ოცნების მხარდაჭერა, ვიდრე იმ მოდას მისდიო, რომელსაც 9 წელიწადით ნერგავდა ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ყველა ვინც სახში დარჩება ამ არჩევნებზე, ჩათვალოს რომ შემოხაზა 5 ჯალათების ნომერი. ყველა უნდა მივიდეს. მისას ფერზე თქმა არ შეუძლია, მათი ოჯახის წევრები მივიდნენ, განცხადება შეიტანონ საუბნო კომისიაში და თხოვნა მათ მიუტანონ გადასატანებულთ. დღეს ერთი ხმაც კი იწვევს რა იქნება ხვალინდელ საქართველოში. ამიტომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნოებად და გააკეთოს არჩევანი თავის შეხედულებების მიხედვით. დიდი მადლობა მომზადებისთვის, მე თქვენ გისურვებთ წარმატებას, ჩემს ქვეყანას, საკუთარ თავს თქვენს, ვუსურვებ სიმშვიდეს და ვსურვებ იმას, რომ 1 ოქტომბერმა 7 ვითარებაში ჩაიაროს, უბრალოდ 7 შედეგი მიგვეყოს ქვეყნისთვის არასაზიანო შედეგი მიგვეყოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ნაჰა დელდარიანი.